ერთი ფილმი მაქვს რა ნახე და მე კომკავშირში შევედი. გახსოვთ რა პირველი ქართული ფილმია წუთის სოფელი გახსოვს ალბათ ხო? ნახე გეკრემეს ქართული ფილმი ხო იცდა რა. ყიფშიძეს გმირი არის რომ თამაშობს კომკავშირელი გავდა. აუ გადაირია მამა გამოეკიდნენ კარი. და ლენინი რომ მოკვდა მე როტირის და ლენინი გარდაიცვალაო და ქართული ფილმი წუთის სოფელი ხო? ეგრე ქვია კი მან. მე მგონი სოფიკო ჭიარულიც თამაშობს. მე ესეთი სამარ საერთოდ ადამიანებმა თითოეული ადამიანი ვართ ლიდერი. არ უნდა დაკარგოთ ლიდერის პოზიცია თქვენ. რა ხეპრესთან დაუჯიროთ. მე დამიჯეროს, იმიტომ რომ მე შენ არ გიღალატებ და შენ რო გამოგვედ ის ერთს მომატეხინებ გამიგეთ. ამიტომ ყოველთვის ჩემ შვილებსაც ამასვენებდი, სადაც ხარ იყავი ლიდერი. კარგი, მუსულმანობაში ხარ ლიდერი იყავი. კრიშნაისტი ხარ ლიდერი ხარ. თუ არ და რიგითი რატო ხარ? აი ქრისტიანობაში რატომ არის კარგი? ლიდერი ქრისტია და ჩვენ თანასწორები ვართ. ხედავთ? აქ ლიდერი არ არის. ქრისტია ჩვენ ლიდერი. და მე როცა ქრისტე ლიდერის მოწაფე ვარ, სადაც შევდივარ, მათზე მაღლა დავდგები, იმიტომ რომ ჩემი ლიდერთან ვსწორდები. და იქ როგორ შეიძლება სხვა დავექვემდებარო? უდიდესი უპირატესობაა ქრისტიანობას. შემიძლია არ გავჩერდი იმდენი უპირატესობა და გადმოაფრქვი ახლა თქვენთან ქრისტიანებს. მე არჩევანი თვითონ პიროვნებამ გააკეთეს ახლა. თან კიდე რელიგიის ისტორიას ვასწავლიდი და რელიგიის ისტორიის კურსი მიმყავდა და წიგნები მიყრია ახლაც. ყველა რელიგია შევისწავლე. გადავხედე რა, არ გამომტოვები არც ერთი კულტურის. მითოლოგიასაც გავდიოდი ხელოვნების იმიდან გამომდინარე ხო სპეციალ ისე არ გამოვა ხელოვნება მითოლოგიის გარეშე არ არსებობს ხო? ხო. ასე რომ სოფლიო მითებიც კი როგორ მხიბლავდა ბერძნული განსაკუთრებით რომაული ასევე ისევ სკანდინავიის ქვეყნების მთელი უზარმაზარი 2 ტომი ახლაც მაქვს სოფლიოს ხალხთა მითები წარმოდგენები ან გეუბნებით ამაზე ძვირფასი წიგნი ბიბლია როა მე საერთოდ არ წამეკითხია რა იმდენი წიგნი მაქვს წაკითხული რაც ჩემ მასაკს უკვე შეეფერება ხო ახლა ვერ გაწოდები ახლა ტრილიონობით აი ჩემი ასაკიდან გამომდინარე ბევრი რაც ძირითადად იყო გავეცანი წავიკითხე ვიმეორე ამიტომ არის ეს უპირატესი ჩემთვის. ეს არ მომახვია სხვა. ეს გაერთიანებაში არ მიიღია. არ მითხრა ვიღაცა ლიდერმა ქრისტიანი იყავი. მე მითხრე საფრთხო წელში ღმერთმა თან წიგნებში რომ გავეყავ მე ვედი ამ წიგნთან. აი უპირატესობა. ახლა რატომ მოგატყუებთ? ვინმე მითხრა და გიმალავთ, გეტყვით იმასთან მიდით, ვინც მე მიყვანებთ. მაგას დაგიმალავთ? ერიკეთ ანდრეამ პეტრე რომ მიიყვანა მიგიყვანთ ისე. მე ვინც მითხრა იმასთან მიგიყვანთ. ეს არის იესო ქრისტე და ეს გესმით ჩემგან. აიღეთ ბიბლია, წაიკითხეთ. გეუბნებით ჩემთან მოდით მეთქი? ჩემი დაიწყება ქრისტე. წაიკითხეთ ის რაღაცას ღმერთი მოგავს, ერთმანეთს გაუზიაროთ და ვიყოთ დაძმები ქრისტეში და ცოლ-ქმარი ქრისტეში და ელმამიშვილები ქრისტეში. ეკლესიის წევრი უნდა გავხდეთ. ეკლესია კი არის ღმერთით გამოყოფილი ადამიანების წუთის სოფლიდან და ამ გაერთიანებას ქვია ეკლესია და არა ტაძარში მღვდელთან რომ იყაყალებს ქართველი. ნახეთ რა კარგი რამეა. ახლა მუსულმანობაში ცოდვის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი. მუსულმანი არ თulis თავის თავს ცოდვილ ადამიანად. არ ჭირდება მას გამომსყიდველი. ესე იგი რჩება ცოდვილ ადამიანად თუ ამ რწმენით მოკვდა ადამიანი ღმერთს დაშორდება. ბევრამეს გულთან ჩვენს მიგვაქვს მშობლებს, ბევრამე არ მომწონს ახლა რასაც ვთქვათ რომელიმე ჩვენი შვილები აკეთებენ, მაგრამ ჩემი ხუშტურზე ხوار გაივლის, ჩემი ნებით ხوار გაივლის. ჩვენ ვეუბნებით რაღაცა და ვიღებთ, მაგრამ ხალხურს ვადევნებთ და ისეთ რაღაცაში თუ გავა, რომელიც ჩემ რწმენას შეუტევს, აი იმას მე დისტანციას გავუკეთებ. იყოს თავისთვის რა. ჩემი არ მომახვიო თავზე. ზეწოლა არ მომიხდიო. გინდა მუსულმანი იყავი, გინდა კრიშნაისტი და გინდა ჰომოსექსუალისტი. ოღონდ მე არ შემაწუხო. პროპაგანდა არ გაწიო. და მე არჩევანიც მომეცი. მინდა შენთან ცხოვრება? და ვუყურო, არჩევანი. ზალით არ შემეტევ. ასე რომ მეცეთ რა უფლება რა ადამიანებს, როგორც უნდა ისე გინდა ქვასეცი თაყვანისცემა და გინდა ვინც გინდა. მაგრამ ერთად პირობები რო არა გვაქვს და ერთად რო ვცხოვრობ და აქ ერთი კრიშნაისტი ერთ აუ ეგ საშინელებაა რა. ეგ საშინელება. შენი შესატყვის გარემოს რო ეძებ, შენი გარემოში რო ხარ, აი ერთიანიზე, აუ რა ბედნიერებაა იცი ოჯახში ცხოვრობდეს ერთი განწყობის. ოჯახში ცხოვრობს მამა, ცოლი, შვილი ერთი ინტერესების, მაგალითად ბიოლოგია ინტერესი, მათემატიკა ინტერესი, შვილი, სალაპარაკო თემა აქვს ამიგე. ნუ რელიგიაზე აღარ არის ლაპარაკი, ქრისტიანი ვართ ყველა და ამას არამარა ხوار დამჯდებით ახლა ხატებს ხوار დაუწყებთ ერთ ოთახში, ერთი ურახუნებს ხატს თავს, მეორე ოთახში, მაგაზე არ არის ლაპარაკი.
აი ეს სიმშვიდე რო აქვს ცოლ-ქმარს გამიგი ყველაფერში შეთანხმებული რო არიან გაჭირვება არის და ამასაც ერთად რო ქაჩავენ აუ ეს მაგარი რამე არგი ცოლი აუ ეს ბედნიერება აი ხალი რო ღმერთმა შეგახვდა აი კაცი რო ღმერთმა შეგახვდა რა ქმარი და სიმშვიდეს ფასი ბევრმა დაკარგა ხო და ვინც ურევს ამ სიმშვიდეს არ გავიკაროთ არავინ გინა მამა იყოს გინა სიმამრი გინა სიდედრი ურევ ოჯახს არ დაგინახო აქ რა არ მინდა რა აქ სიწყმარია აქ არის ნაკრძალი შემოდიხარ ნაკრძალში არ შემოიტანო შხამები მე ეს ჩემი გაგებარი არც ძალით საუბრობ ვისაც უნდა აგერავოთ საუბრობ და ერთმანეთს ვიგებთ ხო კარგი რამე ეს მასწავლე იესო ქრისტე და აქ ახლა დიქტატურა რაღაცა ის არის ბაპტისტი არის ადვენტისტია ის არის უნიტარია შენ ეს ახარ ის ახარ ადამიანი ჩემო საყვარელი და ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სეკულარული კანონებით იმართება ქვეყანა. ახლა რა დროს უნიტარიზმია და რა დროს მართლმადიდებლობა და რა დროს მუსულმანობა არის. ყველა სახელმწიფოს ვეკუთვნით და სახელმწიფო უშვებს ინდივიდუალური წმენის კანონს და მე ამ კანონის თანახმად ვარ ქრისტიანი. თავიდან მან ვეტყვიტებს, თორე დავიდე, გაურეკავ იმას და ეგ მიგაბძანებენ, ჯერ არს. გამიგე.